ქართულ ოცნებას დღეს მართლაც უწევს თავის მართლება და უნდა დავიწყოთ პირველ რიგში იმ განცხადებით, რომელიც ივანიშვილის გუნდმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ქართულმა ოცნებამ დაანონსა, რომ გეგმავენ BBC-ს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივი დავის დაწყებას. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ თითქოს ის ინფორმაცია, რომელიც ბრიტანულმა გავლენიანმა მედია გამოცემამ და ტელეკომპანიამ გაავრცელა, სიმართლეს არ შეესაბამება და როგორც ამ განცხადებაში არის ნათქვამი, BBC არის პროპაგანდისტული Deep State-ის მართული მედია ორგანიზაცია, რომელმაც არ დაიჯერა ქართული ოცნების არგუმენტების და სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელეს მათ. კრიმინალებს უწოდებს ქართული ოცნების ამ განცხადების შინაარსით, კრიმინალებს უწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც შარშან საპროტესტო აქციების დროს დაშავდნენ და საკუთარი ისტორიების შესახებ უამბებს BBC-ს გამომძიებელ ჟურნალისტებს. ამ ქართული ოცნების ამ პროპაგანდისტულ განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ასევე თანდართული არის დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, სადაც როგორც ქართული ოცნება წერს, საუბარია იმ კითხვა-პასუხის შესახებ, რომელიც ბრიტანელი გამომძიებელი ჟურნალისტებისგან ოცნებაში მიიღეს და საკუთარი პასუხებიც გაუგზავნეს მათ, მაგრამ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ მათი პასუხები არადამაჯერებელი აღმოჩნდა და ამიტომ არ მოხდა საერთოდ ამ საგამოძიებო რეპორტაჟში. რაც შეეხება თავად ამ კითხვების შინაარსს, ინგლისელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ ამ საპროტესტო აქციების შინაარსით. ბუნებრივია ინტერესის საგანი იყო ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება და ასევე დასჯილი ძალოვანების შესახებაც სურდათ მეტი ინფორმაციის მიღება ინგლისელ ჟურნალისტებს, თუმცა როგორც ჩანს BBC-სთვის არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი პასუხები. თავად ქართულ ოცნებაში დღეს შეთანხმებული message box-ით გამოჩნდნენ მედიასთან, ისინი ამტკიცებენ, რომ BBC არ არის ობიექტური მედია გამოცემა. ეხლა როცა ეს ექსტრემისტული პროცესები შენელდა, ენერგია დააკლდა, უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოში არსებობს ესეთი იარაღი და რასაკვირველია, ეს არანაირი გამოვლინებით, არანაირი შედეგით არ არის დამტკიცებული, არც ჯანმრთელობის თემაზე არავის ამ საკითხებთან დაკავშირებით არ მეუმართავს, რომ რაღაც მოწამვლის ნიშნები არსებობდეს და რასაკვირველია, არც საერთაშორისო საკმაოდ ფხიზლად ყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების ან რაიმე რეპორტში ან გამოძიებაში დაფიქსირებული. მათი აზრით საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას. არ გამოვრიცხავრო, ეს სტატიაც სწორედ ამ მიზნით არის გამოშვებული. თქვენ სალპოულობთ ასეთ ინფორმაციებს, BBC-ს რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება. ისწავლეთ, იმეცადინეთ, ამას გეუბნებით ხოლმე. BBC-ს მიმართ რა რეიტინგიც არსებობს და რა ნდობაც, ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ, როგორ ქარცეცხლში ატარებს კრიტიკის ქარცეცხლში BBC-ს. ეს ერთი. და მეორე, BBC იმას არ უკვირდება ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში როგორ ხდება აქციების, რადიკალური აქციების დაშლა. ამას არ აშუქებს. ეს fake news-ები თქვენ ეხლაც ნახეთ, მე მგონი. ეს ხოჩერის ეს ის კომპანია, ტელეკომპანია, რომლის დირექტორიც და მთავარი ამბების ხელმძღვანელიც გადადგა თუ არ ვცდები და რატო გადადგა, აბა გაიხსენეთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ. იმიტომ რომ ტრამპის მიმართ არასწორი და მცდარი და ტყუილი შემცველი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტის ტელევიზია, ამდენი ამხელა გამოცდილების მქონე ტელევიზიამ, იმდენი მაინც უნდა შეძლოს, რომ არ ჩაიგდოს თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ მე თელესოფლიოს წინაშე ბოდიშების მოხდა ხელმძღვანელი პირების თანამდებობის დატოვება და ეს რაღაცა ნეგატიური კამპანია მოუწია. ოპოზიცია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ კაცობრიობის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული, რადგან BBC ამბობს, რომ მათ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს იმისთვის, რომ საპროტესტო აქციები დაეშალათ. პოლიტიკოსები ახლა აქტიურად იწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ამოქმედდეს, მათ შორის საუბრობენ იმის შესახებ, რომ საჭიროა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამაც მოაპყროს ყურადღება საქართველოსკენ და დაისაჯონ დამნაშავეები. მთავარი რა მტკიცებულებებით შეიძლება არსებობდეს ქართული ოცნების წინააღმდეგ, არამხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება, არამედ როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ახლა მნიშვნელოვანია მათ შორის მედიკოსების ჩვენებებიც, მათ შორის იმ ადამიანების ჩვენებებიც, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს სისასტიკე გასულ წელს. ასევე როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, უნდა გაირკვეს ისიც, როგორ მოხდა საერთოდ საქართველოში ეს კონკრეტული ქიმიური ნივთიერება. ქიმიური იარაღის გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ
არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. ამ დანაშაულის მოკვლევაში სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა იქნას ჩართული ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია. სახეზეა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ კონვენციის უხეში დარღვევა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასეთი რამ შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩვენს ქვეყანაში მოხდა 1999 წლის 9 აპრილს, როდესაც რუსეთის ჯარმა აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენა და როდიონოვის ხელმძღვანელობით საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. დიახ, ეს არის ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ ამ ქიმიური შემადგენლობის გამოყენება საბოლოოდ დადასტურდა. დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც აი ესეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, სკამის შენარჩუნებას, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს პირველი დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიძიებს როგორ მოხდა აღნიშნული ქიმიური მომწამლელი ნივთიერებების შესყიდვა, ასევე დაიკითხება ყველა სამართალდამცავი უწყება, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ამ იარაღის გამოყენებასთან. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას. უწოდებ ქართველ ექიმებს იმ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, ვინც მოგმართათ იმ სიმპტომებით, რაც აწუხებდა ადამიანებს ქიმიური იარაღის ზემოქმედების შემდეგ. გთხოვთ, მოინიშნოთ და ააგროვოთ, ვინაიდან თქვენი ჩვენებები იქნება მნიშვნელოვანი ჩვენთვის მომავალში, რათა აღიკვეთოს და ასევე დაისაჯონ დამნაშავეები. ასევე მოუწოდებ იმ პოლიციელებს, რომლებიც ასრულებდნენ უკანონო დავალებებს, თქვენი გადარჩენის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამ ვერაგი დამოკიდებულებისგან თავის დახსნა იქნება ის, თუ თქვენ მისცემთ ჩვენებას, რამ ხარისხით გამოიყენეთ ქიმიური იარაღი ქართველი ხალხის წინაშე. ფაქტია, ქართული ოცნება ახლა დიდ საერთაშორისო სკანდალშია გახვეული და იმის მიუხედავად, რომ ისინი ახლა აქეთ უჩივიან ბრიტანულ ტელეკომპანია BBC-ს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ამბავი ამით დასრულდება, რადგან BBC არის მედია ორგანიზაცია, რომელიც როგორც წესი ყოველთვის მაღალი სტანდარტით მუშაობს, ის ეფუძნება ფაქტებს და მტკიცებულებებს. ამის ნათელი მაგალითია თავად ეს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შესახებაც ბრიტანელი გამომძიებელი ჟურნალისტები 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, მათ მოისმინეს ბევრი შეფასება, მათ შორის დარგის სპეციალისტებისგან და სწორედ ამის შემდეგ გამქვეყნებულ ნაშრომში თქვეს, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მოქალაქეები პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ქიმიური ნივთიერებით დაარბია.